სპეციალური დაფები პოლიტიკური სუბიექტების საარჩევნო სააგიტაციო პროპაგანდისთვის ადგილობრივი პოლიტიკური სპექტრის შეფასებების საინფორმაციო გამოშვებაში. სილიკონ-მანგანუმის ქერქული ნარჩენების მოპოვებაზე ლიცენზიატმა ფირმამ მუშაობა დაასრულა. რუსთაველის ქუჩაზე ახლა გზის მშენებლობა მიმდინარეობს. კლინიკა ელიტე წარმატებულ სამედიცინო დაწესებულებათა შორისაა. ჰიპოკრატეს ოქროს მედალი ეკონომიკური და სამედიცინო საქმიანობისთვის. უფასო სახელმძღვანელოების პროგრამა გრძელდება. ზესტაფონში სასკოლო წიგნების პირველი პარტია შემოიტანეს. დასაწყობებულია პირველ კლასელთა ბუკებიც. რამდენიმე დღეში ქალაქის ხალხმრავალ უბნებში სპეციალური დაფები განთავსდება, რომელსაც საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტები საარჩევნო სააგიტაციო პროპაგანდისთვის გამოიყენებენ. მუნიციპალიტეტის საკანონმდებლო ორგანოში აღნიშნული საკითხი დეპუტატთა საერთო გადაწყვეტილების საფუძველზე იქნა დამტკიცებული. კი ბატონო, ყველა არჩევნების წინ ვალდებულია მუნიციპალიტეტი გამოყოს ის ადგილები, სადაც შეიძლება გაეკრას სააგიტაციო მასალა, ეს არის საუბარი საარჩევნო პლაკატებზე. იცის ჩვენო მოსახლეობამ, რომ ყოველი არჩევნების შემდეგ რჩება ხოლმე მოუწესრიგებელი ქალაქი, პარტიები არ ასრულებენ ხოლმე საუბედურო თავის მოვალეობას, ისინი ვალდებული არიან თავის გაკრული პლაკატები ჩამოხსნან არჩევნების დამთავრებიდან 10 დღის ვადაში, მაგრამ ეს არ სრულდება ხოლმე, ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, გამოყავთ გარკვეული თანხა, შევიძინეთ სპეციალური დაფები, რომელსაც გავაკრებთ უახლოეს დღეებში ეს ქალაქში განთავსდება. და იქნებათ საშუალება სუბიექტებს, პარტიებს, რომ აი ამ დაფებზე განათავსონ თავიანთი სააგიტაციო მასალა. თითო დაფაზე ეს ყველა პარტიას აქ გადაგზავნილი უკვე და გამოცხადებულია და გამოქვეყნებულია ჩვენს მიერ. თითო დაფაზე თითო სააგიტაციო პლაკატის გაკურთხება ექნებათ. ანუ ჩვენ მე არჩევნების დამთავრების შემდეგ ამ პლაკატებს კლიანად ჩამოხსნით ამ დაფებს და ქალაქი დაგვრჩება სუფთა. პოლიტიკური პარტიები მიესალმებიან აღნიშნულ გადაწყვეტილებას და მიაჩნიათ, რომ ეს მათ საშუალებას მისცემთ საარჩევნო პროპაგანდა თანაბარ პირობებში აწარმოონ. საარჩევნო ბანერების განთავსებასთან დაკავშირებით საგრებულომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელ გადაწყვეტილებასაც ჩვენ თავისუფალი დემოკრატების ფრაქციამ დღენად დავეთანხმეთ. მიგვაჩნია, რომ თანაბარ პირობებში დააყენებს თითოეულ სუბიექტს, რამდენად მოხერხდება ეს გვაჩვენებს ხვალინდელი დღე, იქნება თანაბარი პირობები თუ არა. ძალიან მისასალმებელია, როგორც იქნა სახელმწიფო ძალა მივიდა იმ დონემდე, რომ ერთ დაფაზე განთავსდეს ეს სააგიტაციო მასალა, რომელიც წინა საარჩევნო კამპანიების დროს გამოიყენება. ძალიან სულ სიტუაციაში იყვნენ ხოლმე ოპოზიციური პარტიები, რადგანაც სახელმწიფო პარტიას ყოველთვის ძალა შესწევდა და სადაც კი იყო განთავსებული ოპოზიციური პარტიის სააგიტაციო პროგრამა, იყო აი მათი ესე რომ ვთქვათ, მათი ჩამოხევები, განადგურება და ადგილს არ ტოვებდნენ, რომ ოპოზიციურ პარტიებს გაეკეთებინათ თავიანთი საარჩევნო ბანერები და ძალიან კარგი იქნება, როდესაც იქნება გამოყოფილი ოფიციალურად ყველა პარტიისათვის და ყველა პარტია თანაბარ სიტუაციაში ვიქნებით. სწორი გადაწყვეტილება არის, თქვენ თვითონ ამჩნევთ, რომ ვისაც სად მოესურვებოდა იქ აკრავდა ამ თავის პროკლამაციებს თუ სხვა სააგიტაციო მასალებს. იქნა გადაწყვეტილება მიღებული დაახლოებით 70-მდე დაფა იქნება სპეციალურად დადგმული სხვადასხვა ადგილებზე, თვალსაჩინო ადგილებზე, სადაც პოლიტიკურ ორგანიზაციებს ექნებათ თითო ვინც იღებს არჩევნებში მონაწილეობას, თითო თავისი ერთი ეგზემპლიარი სააგიტაციო მასალის გააკრას და მოუწოდოს თავის ამომრჩეველს. მუნიციპალიტეტის განკარგულებელმა ორგანომ პოლიტიკური სუბიექტების ამომრჩევლებთან შეხვედრისთვისაც გამოყვა ადგილები. ელექტორატთან საკომუნიკაციოდ შესაძლებელია რევაზ ლაღეძის სახელობის პირველი სამუსიკო სკოლისა და კულტურისა და შემოქმედებითი ცენტრის დარბაზის გამოყენება.
რუსთაველის ქუჩაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებისთვის გზა შეუზღუდავია. მას შემდეგ, რაც აღნიშნულ ტერიტორიაზე შპს გმ-მა სალიცენზიო პირობებით უფლებამოსილი სამუშაოები დაასრულა, რაც მის მიერ სილიკომანგანუმის ქერქული ნარჩენების მოპოვებას გულისხმობდა, გზისა და მიმდებარე ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები დაიწყო. დაახლოებით 9 კილომეტრიანი სიგრძის გზის მშენებლობაზე შპს ბორანი მუშაობს, რომელსაც ასფალტის პირველი პირის გადაგების პროცესი უკვე დასრულებული აქვს. ამ წუთში მიმდინარეობს ზირაფენის სამუშაო, რომელსაც ქვედაფენას ვაკეთებთ 6 სანტიმეტრიანი სისქით ფენას, რომელიც თითქმის დღეს დავამთავრებთ. დანარჩენი 4 სანტიმეტრიანი წავა მეორე ფენა, რომელიც ალბათ 6 დღეში, 5 დღეში დამთავრდება. ბარდიულების მუშაობა მიმდინარეობს იმ გვერდზე, დაწყილი გვაქვს. მუშაობს იქაც ხალხი და იგიც ალბათ ყოველ შემთხვევაში თვის ბოლომდე ყველაფერი მეგონი მორჩება. მოპოვებული ინფორმაციის თანახმად ლიცენზიანტი ფირმა გზის მოწყობასთან ერთად ტროტუარებსა და ბორდიურებსაც გააკეთილშობილებს, რაც შეეხება ჭანტურია რუსთაველის ქუჩების გადაკვეთაზე არსებულ მარეგულირებელ წრეს, მის რეაბილიტაციას თავად შპს გმ-ი ახდენს. ადგილობრივ ხელისუფლებაში მიმდინარე პროცესებზე მონიტორინგი აქვს დაწესებული. სექტემბრამდე აქვს ვადა და ჩვენ რა თქმა უნდა ახორციელებთ მონიტორინგს, კონტროლს, რომ აღნიშნულ ვადაში მოხდეს შესაბამისი ხარისხის მიხედვით გზის ჩაბარება. სილიკომანგანუმის ქერქული ნარჩენების მოპოვება რუსთაველის ქუჩაზე გასული წლის შუა დეკემბრიდან დაიწყო. იქ არსებულ სავაჭრო ობიექტების მეპატრონეებისა და ლიცენზიანტი ფირმის ურთიერთშეთანხმებით იმ შენობა ნაგებობების აღდგენაზე, რომელთაც რაიმე სახის ზიანი მიადგათ, როგორც ხელისუფლებაში ამბობენ, გმ-ი იზრუნებს. ფირმას გარკვეული მშენებლობები უკვე დაწყებული აქვს. კლინიკა ელიტე ჰიპოკრატეს ოქროს მედლით დაჯილდოვდა. კლინიკა იმერეთის რეგიონში მესამე, ხოლო ქვეყნის საუკეთესო სამედიცინო დაწესებულებებს შორის მე-15 ადგილზე იმყოფება. საუკეთესო სამედიცინო ობიექტების შესახებ კვლევა ეკონომიკის სამინისტრომ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციასთან აწარმოა. ელიტეს დირექტორის თქმით, მიღწეული წარმატება დაწესებულების გამართული ეკონომიკური და სამედიცინო საქმიანობის შედეგია. კოტე ბოჭორიშვილმა მომსახურე და სამედიცინო პერსონალის პროფესიონალიზმსა და სწორ მენეჯმენტზეც გააკეთა აქცენტი. სულ ცოტა ხნის წინ ჩვენმა კლინიკამ მიიღო ჰიპოკრატეს ოქროს მედალი ეკონომიკური საქმიანობით, სამედიცინო საქმიანობით. იმერეთის რეგიონში დაიკავა მესამე ადგილი, ხოლო მთლიანად საქართველოში მე-15 ადგილი. ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი ადამიანი დასაქმებული, როგორია შემოსავალი, როგორია გასავალი, ანუ ბიზნეს სიტუაცია როგორია კლინიკაში და ამავე დროს სამედიცინო საქმიანობა. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ შარშანი დავამთავრეთ 506 მშობიარობით, აქედან გამომდინარე შემოსავალიც ნორმალური იყო, ასე ვთქვათ და საყოველთაო დაზღვევის პირობებში კლინიკამ მიიღო ეს დამსახურება. ეს ყველაფერი არის კლინიკის პერსონალის, სამედიცინო მომსახურე პერსონალის და მისი მენეჯმენტის დამსახურება. რა კვლევა იყო ეს უშუალოდ და თუ მიგიღიათ აქამდე მონაწილეობა? არა, აქამდე მონაწილეობა არ მიგვიღია, კვლევა ჩაატარა ეკონომიკის სამინისტრომ, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად და ჩვენ აღმოჩნდით ამ წარმატებულ კლინიკათა სიაში, რომ მაგალითად თბილისის ძალიან ბევრი წარმატებული კლინიკა, მათ შორის ინგოროღვას კლინიკა, მათ შორის ავერსის კლინიკა, ჩვენც ერთ-ერთ საპატიო ადგილს ვიკავებთ ამ სიაში. საგანმანათლებლო ქსელში ახალი სასწავლო წლის განახლებამდე მოსამზადებელი სამუშაოებია. სკოლების ინფრასტრუქტურის მოწესრიგების პარალელურად სახელმძღვანელოებით მოსწავლეთა უზრუნველყოფის მიზნით პირველი ეტაპის სამუშაოები უკვე განხორციელდა, რაც იმას გულისხმობს, რომ ზესტაფონში სასკოლო წიგნების მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე შემოტანილი და მე-6 საჯარო სკოლაშია დასაწყობებული. მიმდინარეობს სახელმძღვანელოების შევიდონის ეტაპი, ეს ხდება ეტაპობრივად. პირველად შემოვიდა ეგრეთ წოდებული ნარჩენი სახელმძღვანელო, რომლებიც მოიკრიბა სხვადასხვა რეგიონებში, დაბრუნებული წიგნები, შემდეგ შეიკრიბა და განათლების სამინისტრომ გადმოგვიგზავნა. ასევე არის ახალი დაბეჭდილი სახელმძღვანელოების იმ წიგნებს, რომლებიც რეაბილიტაცია, უვარგიში გადავიდა, ცვლის განათლების სამინისტრო და ანაცვლებს ხას
ახალი და ბეჭდილი წიგნებით. დაახლოებით 55%-მდე ახალი სახელმძღვანელო შევა სკოლებში, დანარჩენი იქნება მხოლოდ ვარგისი და სწავლისათვის გამოსადეგარი სახელმძღვანელოები. რაც შეეხება პირველი კლასის სახელმძღვანელოებს და სასწავლო რეულებს, დავახსენოთ, ამისათვის მიმდინარეობს მუშაობა და სავარაუდოდ დიდი ალბათობით ისინი იქნება ახლები. პირველკლასელები ახალ სახელმძღვანელოებთან ერთად ასევე მიიღებენ პერსონალურ კომპიუტერებსაც, ეგრეთ წოდებულ ბუკებს, რომელიც პროგრამულ უზრუნველყოფას მოელის IT სპეციალისტებისგან. ბუკი წელს 720 პირველ კლასელს გადაეცემა. რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ სიახლეებს, თორნიკე კახნიაშვილის თქმით, რამდენიმე კვირაში არგვეთი საჯარო სკოლის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები უნდა დაიწყოს. 15 სექტემბრისთვის კი დაახლოებით 120 არგვეთელი მოსწავლეს სწავლას ძველ კორპუსში განაახლებს, რადგან ის ავარიულად არ ითვლება. არგვეთის სკოლის მშენებლობასთან დაკავშირებით მინდა რომ ძალიან წინ გადაადგმული ნაბიჯია, მას დაუმტკიცდა ახალი მიწის ნაკვეთი მის ფლობელობაში, არგვეთის სკოლის ფლობელობაში გადავიდა, რაც აქამდე ხელისშემშლელი პირობა იყო. სასწავლო პროცესი ძველ სკოლაში დაიწყება, იმიტომ რომ სკოლა სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს სხვა ადგილზე, სხვა ნაკვეთზე, არ არის აუცილებლობა რომ სკოლა დაიცალოს, რადგან სკოლა არ არის ავარიულ მდგომარეობაში, უბრალოდ სკოლის რეაბილიტაცია არის შეუძლებელი, ამიტომ გადაწყდა სხვა ადგილას სკოლის აშენება, სადაც ეგრეთ წოდებული მეწყერ საშიში ზონა არ არის, მოიძებნა, დაიზვერა და აშენდება სკოლა. სახელმძღვანელოები და ბუკები წელსაც მხოლოდ საჯარო სკოლის მოსწავლეებზეა გათვლილი.